არქნა რა გოგო არქნა რა ზია ამაღლობელს აკავებენ ზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ ზია ამაღლობელი დააკავეს ყველაფერი ასე დაიწყო 11 იანვარს საღამოს დაახლოებით 10:30-ისთვის აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ციალა ქათამიძემ სტიკერი გააკრა რომელზეც ორი სიტყვა ეწერა იფიცება საქართველო გეუნები არ დააკრა დარღვევა ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი მოხსენი დარღვე კანონი ეს არის ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა წამოდი კადრებში გარკვევით ისმის, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ციალა ქათამიძეს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევისთვის აკავებს. დარღვევა ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას ეხება და მხოლოდ ჯარიმით ისჯება. თუმცა დაკავების ოქმში ქათამიძეს ჩაუწერეს, რომ ის პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს. ზია ამაღლობელი 11 იანვარს საერთოდ არ იმყოფებოდა აქციაზე, მან ტელევიზიით შეიტყო, რომ იქ აქციაზე აკავებდნენ მონაწილეებს, აქციის მონაწილეებს, მათ შორის დაკავებული იყო მისი კოლეგა და ასევე მეგობარი ციალა ქათამიძე და ზიამ გადაწყვიტა, რომ მისულიყო ადგილზე და გაერკვია რა ხდებოდა. როდესაც გაიგო, რომ იქ აქციის მონაწილეები დააკავეს, აი ამ სტიკერის გაკვრის გამო, მანაც ერთ-ერთი სტიკერი გამოართვა აქციაზე მყოფ პირს და კედელზე გააკრა, ეს არ იყო იმ ტიპის სტიკერი, რომელიც რაიმე ტიპის დაზიანებას იწვევდა შენობაზე. კადრებში კარგად ჩანს თუ რა მარტივად ხსნიან მზიას მიერ გაკრულ სტიკერს პოლიციის თანამშრომლები. ისიც ნათლად ჩანს, რომ ფასადს დაზიანებისა და დამახინჯების არანაირი კვალი არ ეტყობა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ ეს იყო იერსახის დამახინჯება, პოლიციას არ აქვს უფლება ამ მუხლის საფუძველზე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავოს. ეს არ მევაიყო. ირაკ ეხა რა დაარღვია რომ დააკავ ირაკ ეხა რატო დააკავ რა დაარღვია ასეთ დროს პოლიციას რადგან საერთოდ არ ქონდა მზია ამაღლობელის დაკავების უფლება, იმიტომ რომ ასეთ უფლებას კანონი არ აძლევს პოლიციას 150-ე მუხლის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელებმა შემდგომ ოქმში ჩაწერეს სხვა ინფორმაცია, რომელიც რეალურად არ მომხდარა. მათ ჩაწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ჩაიდინა 173 მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ეს არის პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და პოლიციელის შეურაცხყოფა. მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში, რომელიც სტუდია მონიტორმა მოიპოვა და შეისწავლა, არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა და სიყალბე აღმოჩნდა. მაგალითად, ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი გოჩა ბანაძემ დააკავა. მაშინ, როცა ვიდეო მასალაში ცხადად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა. გამარჯობა, ბატონო გოჩა. მე სტუდია მონიტორიდან გიკავშირდები, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. სტუდია მონიტორიდან 11 იანვარს რომ დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების ოქში ვითითებულია, რომ თქვენ დააკავეთ, სინამდვილეში ის გრიგოლ ბესელიამ დააკავა და რატომ არის ეს ტყუილი მითითებული ამ ოქში? მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში დამკავებლის გარდა გაყალბებულია დაკავების მოტივიც. კერძოდ, მოტივად მითითებულია შემდეგი. მზია ამაღლობელი აკრავდა სტიკერს, რომელზეც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“. ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რუსეთის მონებო, ძაღლებო და ღორებო. არაერთგზის მოწოდების მიუხედავად შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილით. ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. არადა ადგილზე მყოფ პოლიციელებს თან ჰქონდათ სამხრე კამერები, თუმცა ამ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ კამერები წითლად ანათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გამორთული იყო. სხვადასხვა მედია საშუალებების ვიდეო მასალებში, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, ლაივში ასახავდა 11 იანვრის საღამოს აჭარის პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს, ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი უსიტყვოდ აკრავს სტიკერს. მას უახლოვდება აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, რომელიც ამაღლობელს აკავებს.
ეს უკანასკნელი არანაირ წინააღმდეგობას არ წევს და არავითარ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს. სწორედ აი ამ გარემოებების გამო ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს დაკავების ოქმი და ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს. ამასობაში კი 15 თებერვალს ბათუმის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით შეადგინა, რომლის საფუძველზე 17 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ჩაინიშნა. თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებულის დაცვის მხარე არ იყო ინფორმირებული, სასამართლოს ხდომა 6 მარტისთვის გადაიდო. საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, ფაქტობრივი უზუსტობებია არა მხოლოდ მზიას დაკავების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმშიც. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ თითქოს ის ხელს უშლიდა პოლიციას სხვა პირების დაკავებაში. ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არსებობს საქმეში? საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს ფილმის ხელს უშლიდა, რომ დაეკავებინათ პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტული პირი. ყოველ შემთხვევაში მასალებს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რაც გადმოგვეცა სასამართლოდან, სასამართლო მოგვეწოდა ეს მასალები, მასში არის ვიდეო კადრები, რომელიც ასახავს არაუშუალოდ ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების მომენტს, არამედ მას შემდეგ პერიოდს, როდესაც უკვე ის გაათავისუფლეს და ხდებოდა შემდეგ სისხლის სამართლის წესით მისი დაკავება. ეს ვიდეო მასალა, სადაც მომიტინგეების პოლიციასთან დაპირისპირება და ჭყლეტაში მოყოლილი მზია ამაღლობელი ჩანს. ასევე ეს ვიდეო, სადაც ისმის მომიტინგეების შეძახილი მონებო ადგილობრივი ონლაინ გამოცემის აჭარა ტაიმსის მიერაა გადაღებული. პოლიციამ ეს კადრები მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეში მტკიცებულებად წარადგინა. აჭარა ტაიმსის დამფუძნებელი სულხან მესხიძე გვეუბნება, რომ ეს კადრები მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების პროცესს არ ასახავს, ვინაიდან ის შემთხვევის ადგილზე მზიას დაკავების შემდეგ მივიდა. მივედით ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ უკვე რაც მზია ამაღლობელი პირველი დაკავების შემდგომ გამოუშვეს აჭარის მთავარი სამმართველოდან და პირველი პირდაპირ ეთერი სწორედ ამ დროს ემთხვევა, ჩვენ პირდაპირ ეთერშიც კი ვყავდა მზია ამაღლობელი უკვე როცა გამოდიოდა შენობიდან. ჩვენ ვხედავთ მზია ამაღლობელს, ონლაინ მედია ბათუმელების დირექტორს. მზია, პირდაპირ ეთერში ხართ აჭარა ტაიმსის, გვითხარი იმას ვიქნება ეს ვიზი აუცილებლად დამთავრდება და აუცილებლად ყველა უნდა გაგვიდეს აქცია. მზია ხელწერის საფუძველზე გამოგიშვეს როგორ მოხდა თქვენი დაკავება და ხელოვნური ეს უნდა გამოსახოს სამართლოში. თქვენი სახელმწიფოარი რის გამო დაგაკავეს? და ეს ვიდეო მასალა, რომელიც საქმეში დევს და მე რამდენადაც ვიცი, უკვე თქვენც გაეცანით, ხო, რა ვიდეო მასალაზე არის საუბარი, რეალურად როდის არის გადაღებული და რას ასახავს? კადრები, რაც ამ საქმეში დევს, არის გადაღებული და პროცესს ასახავს, როდესაც მზია ამაღლობელი უკვე ხელმეორედ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. ბატონო გოჩა. და ასევე საქმეში ვიდეო მასალები არის გაყალბებული. მზია ამაღლობელი მეორედ პირველი დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე ბათუმის პოლიციის უფროსეს სილის გაწმნისთვის დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მინდა აკავეთ რატომ შეგიძლიათ ვთქვათ? არ გსწრაფო. რატო? არ უცალია და ანუ ხედავთ რომ შვიდი ვითარება იყო აქ აქციაზე, გრძელდებოდა აქცია და ამ დროს დააკავეს ადამიანები. გამოხდა რომ ვიქართ. ქართული ფაქესი არ უცალია. ირაკლი დგებუაძეს მისივე ჩვენების მიხედვით სწორედ ამ დროს უნდა ჰქონოდათ კივილი განცდილი და ლოყა გაწითლებული. თუმცა ეს ამ კადრებში ნაკლებად შესამჩნევია. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სწორედ ამ ბრალდების გამო მოითხოვა პროკურატურამ სასამართლოსგან მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. პროკურორი ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ მზიას ადმინისტრაციულ დაკავებას ასახელებდა, რომლის შემდეგაც თითქოს მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული და მოსალოდნელი იყო, რომ ისევ ჩაიდენდა. მომენტებულად საფუძდება ბრალდების მხრიდან ახალი დანაშაულები უფლებების ჩაძენის საფრთხე და ასევე მტკიცებულების და განადგურების საფრთხე. შესაბამისად, ყველა ამ განმეორების მხედველობაში უნდა გასაგებია მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ეს პატიმრობა, რომელიც მზიას წინააღმდეგ გამოიყენეს, ეფუძნება მათ შორის იმას თითქოს მანამდე სამართალდარღვევა ჩაიდინა. სამართალდარღვევის საქმეში მზიას გამართლება აი ამ არგუმენტს აცლის სასამართლოს, რომ თითქოს პატიმრობის გამოყენების წინაპირობა არსებობდა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არის სრულიად დაუსაბუთებელი. მზია ამაღლობელის დაკავებიდან მეორე დღეს ბათუმის პოლიციის უფროსმა აჭარა თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიციელებზე შეურაცხყოფის დამადასტურებელ მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენდა. არც ერთი წამით დაკავებულების უფლებები არ დარღვეულა, თუმცა მათი მხრიდან იყო არაერთი სამართალდარღვევა, არაერთი შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ, რასაც ჩვენ მტკიცებულებების სახით წარმოვადგენთ სასამართლოში და არა ესე ჰაერზე ბრალდებებით არავის პოლიცია არ აკავებს. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 11 იანვარს მზია ამაღლობელი პოლიციამ უკანონოდ დააკავა სტიკერის გაყვრისთვის, ხოლო შემდეგ უქმი გააყალბა და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის წარუდგინა ბრალი. სასამართლომ ამ საქმეზე 6 მარტს უნდა იმსჯელოს. მანამდე კი 4 მარტს წინა სასამართლოს ხდომაა დანიშნული მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით ასევე არასწორადაა კვალიფიცირებული. იმ სასამართლო პრაქტიკაშიც, სადაც მართლმსაჯულება არ არსებობს, ჩვენს სასამართლოშიც კი არ არსებობს არც ერთი საქმე, სადაც სასამართლომ თქვა, რომ ამ ტიპის მოქმედება შეიძლება შეფასდეს პოლიციელზე თავდასხმად. თავდასხმა მუხლის თვალსაზრისით უნდა იყოს ისეთი ტიპის ძალადობრივი მოქმედება, რომელიც იმდენად მძიმე და აგრესიული და სერიოზულია, რომ საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიციელის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამიტომ სახეში სილის galაწუნება რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დააყენებს საფრთხის ქვეშ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ვერც თავისთავად ცხადია, ვერც ამ შემთხვევაში ვერ დააყენა და უფრო მეტიც, აქ ბატონ დრებუაძეს არანაირი დაზიანება არ აქვს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში, რაზეც არ შეიძლება საუბარი იყოს, ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი, ეს არის სწორედ ის მუხლი, რომელიც პირველ ჯერზე, ასე ვთქვათ, უკანონოდ შეუთითხნეს მზიას. რისთვის დაჭირდა პოლიციას ამდენი ფალსიფიკაცია მზია ამაღლობელის საქმეში? ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფალსიფიკაცია დაჭირდათ იმიტომ, რომ გაამართლონ მისი უკანონო სისხლის წესით პატიმრობა და დაკავება. მზია ამაღლობელისთვის უკანონოდ შეფარდებული წინასწარი პატიმრობის საქმე საია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.